გამარჯობა ჩემო გამომწერებო, მოგესალმებით, მოგიკითხავთ მთელი გულითა და სულით. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ქათმის ერთ-ერთი კერძი, რომელსაც სოუსს ვერ დავარქმევ, მაგრამ მოვამზადე კარტოფილით და ბოსტნეულით. თითქმის ისე, როგორც ვამზადებ ღორისა და ძროხის ხორცის სოუსს. როგორც ყოველთვის მე გამოვიყენე ბიუ-ბიუს ნედლი პროდუქცია. ბიუ-ბიუს სხვა ბევრ კარგ რამეებთან ერთად აქვს ასეთი გაუყინავი პროდუქცია, ქათმის ბარკლის ძირები, რომელიც არის საკმაოდ გემრიელი ხორცი. მას ასე დავიწყოთ. თავდაპირველად გარეცხილი ბარკლის ძირები მოვათავსე ღრმა, თითქმის ქვაბივით ტაფა. ხშირად ხმარობ ამ ჭურჭელს, ძალიან მიყვარს. დავასხი 1-200 გრამიანი ჭიქა წყალი და დაბალ ცეცხლზე წამოდუღდა თუ არა, სითხე გადავაქციე. ქათმის ხორცს დავამატე კარაქი, დაახლოებით 50 გრამი და სუბუქად შევწვით ორივე მხრიდან, ძალიან სუბუქად. შემდეგ ამოვიღე ჭურჭელში, სხვა ჭურჭელში გადავიტანე და ტაფაში მოვათავსე დაახლოებით 3 თავი ხახვი, წვრილად დაჭრილი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა. ეს ყველაფერი ცოტა კარაქის დამატებით მოვშუშე. შემდეგ დავამატე წვრილად დაჭრილი პამიდორი და 1 სადილის კოვზი ტომატ პასტაც მოვშუშე ეს ყველაფერი. ამის შემდგომ დავამატე საშუალოდ დაჭრილი რამოდენიმე ცალი კარტოფილი და უწყლოდ თითქმის ორთქლში თავდახურულში დაბალ ცეცხლზე კარტოფილი თითქმის მოვხარშე. ამის შემდეგ დავამატე მდუღარე გაგრილებული წყალი იმ სისქემდე, რა სისქისაც მე მინდოდა. გემოვნებით მარილი, 4 ტბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1/2 ჩაის კოვზი პაპრიკა. შემდეგ ქათმის ხორცი, ტაფას თავსაფარი დავაფარე. ეხლა თქვენ ფოტოზე ხედავთ როგორი სისქეცაა დაახლოებით და წამოდუღდა თუ არა, უკვე ყველაფერი ხო მოხარშული იყო. დავამატე თქვენს თვალწინ დავამატე წვრილად დაჭრილი ცოტა ბულგარული შემოვიტოვე, ოხრახუში და სამწუხაროდ ცოტა რეჰანიც მიყვარს მე, ქინძი, რეჰანი არ მქონდა. წვრილად დაჭრილი ცოტა შემოტოვებული ბულგარული წიწაკა, ქინძი და ოხრახუში. აი ასე თქვენს თვალწინ. ეს ეხლა ხო დუხს, აი ასე. უკვე დავაფარებ ეხლა ტაფას თავსაფარს და ცეცხლს გამოვთავ. ძალიან გემრიელი კერძია, მოგეწონებათ, სცადეთ. ვეცდები, რომ ფოტოების სახითაც გადავუღო და რეცეპტად დაგიწეროთ. ნახვამდის, მადლობა რომ მომისმინეთ.